ხაშურის ცენტრში ორი ადამიანი მოკლეს. მკვლელობა სავარაუდოდ ქვიშახრეშის კარიერის გარშემო დაწყებულ დაპირისპირებას მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით კილაბერიძეების ოჯახი აცხადებდა, რომ კარიერიდან მასალა უკანონოდ გაჰქონდათ. ადვოკატის თქმით, საქმის კურსში იყო პოლიციაც და დროული რეაგირების შემთხვევაში მკვლელობა არ მოხდებოდა. ბრალდებული დაკავებულია. ახმეტაში ტბაში შვილის გადარჩენისას კაცი დაიხრჩა. უბედური შემთხვევა სოფელ ჩაჩხრიალას ტბაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ბანაობის დროს მოზარდი მორევმა ჩაითრია. შვილის დასახმარებლად შესულმა მამამ კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა. თავად არასრულწლოვანი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კრემლის საიდუმლო დოკუმენტები ზელენსკის მაგიდაზე. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით დაზორვამ სექტემბრის არჩევნებისთვის კრემლის ანალიტიკოსების პროგნოზები მოიგოვა. ზელენსკის თქმით, დოკუმენტები ადასტურებს, რომ პუტინის რეიტინგი ეცემა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას არჩევნების გაყალბება დასჭირდება. თუ არსებული ტენდენციები არ შეიცვლება, სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება რუსეთის სხვა ხელმძღვანელობასთან მოგიწევს, აცხადებს ზელენსკი. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ანექსირებული ყირიმიდან საევაკუაციო გეგმებს ამუშავებს. ოფიცრების ნაწილს ოჯახები ნოვოროსიისკში გახავს და ქონებას ყიდის. ინფორმაციას პროუკრაინული პარტიზანული დაჯგუფება ატეში ავრცელებს. მათი ვარაუდით, სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადასაყვანად ამზადებენ იმ დანაყოფებს, რომლებიც უკრაინის თავდასხმებს გადაურჩა.